ნომერი მასპინძელს იცვლის. ბრიტანეთის უკვე ყოფილმა პრემიერმა რეზიდენცია დატოვა და გასაღები ტერეზა მეის გადასცა. ვიდრე ახალი მმართველი უფლებამოვალეობის შესრულება შეუდგება, მან ტრადიციული პროცედურა უნდა გაიაროს. რას გულისხმობს ეს ტრადიცია, ია შათირიშვილის რეპორტაჟიდან გავიგებთ. ეს კადრები 2008 წლის მაისშია გადაღებული. დევიდ კემერონი ბაკინჰემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორეს სტუმრობს, რომ პრემიერის პოსტის დაკავების უფლება მიიღოს. კემერონი ბაკინჰემის სასახლეს დღესაც ეწვია, ოღონდ უკვე სხვა მიზეზით. მონარქს მან თანამდებობიდან წასვლის განცხადება წარუდგინა. ეს ის ტრადიციული პროცედურაა, რომელიც პრემიერ-მინისტრის შეცვლისას ბრიტანეთში უკვე 10 წლეულებია უცვლელია. პრემიერი, რომელიც პოსტოვებს, იმის მიუხედავად ეს ნებაყოფლობით ხდება თუ არჩევნების შედეგად, თანამდებობიდან წასვლის ნებართვას დედოფლისგან იღებს. იგივეს აკეთებს მთავრობის ახალი ლიდერიც და ამ ცერემონიას ხელზე ამბორის რიტუალს უწოდებენ. ელისაბედ მეორე ცერემონიას ჯერ კიდევ ვინსტონ ჩერჩილიდან მოყოლებული უკვე მე-12 ატარებს. 10 წლეულების განმავლობაში ტრადიცია არ შეცვლილა, გარკვეული დეტალების გამოკლებით. ელისაბედ მეორის მმართველობის პირველ წლებში მონარქს პრემიერის არამარტო დამტკიცების, მისი კანდიდატურის დასახელების უფლებაც ჰქონდა. თუმცა 1965 წელს, როცა ლეიბორისტების მსგავსად ლიდერის არჩევა კონსერვატორებმა საპარტიო კენჭისყრით დაიწყეს, პრემიერის კანდიდატურასაც დედოფლის ჩარევის გარეშე ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ მონარქს ამის ფორმალური უფლება დღესაც აქვს. Questions to the Prime Minister. ტრადიციული პროცედურის შემადგენელი კიდევ ერთი ნაწილი თემთა პალატაში გამოსვლა. დღეს დევიდ კემერონი დეპუტატების წინაშე 192-ით წასწრა. ბოლოს მინდა გითხრათ, თქვენ შეგიძლიათ ბევრს მიაღწიოთ. არაფერია შეუძლებელი. თუკი თქვენი ყურადღება იქნება კონცენტრირებული. და ბოლოს, ერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ერთ დროს მე ვიყავი მომავალი. უკვე ყოფილი პრემიერი კანონმდებლებმა აპლოდისმენტებით გააცილეს. მანამდე კი კემერონი პერსონალს დაუნინგ სტრიტზე დაემშვიდობა. შენობა შავი კარით და 10 ნომრით, რომელიც 1732 წლიდან მთავრობის რეზიდენციაა, ბრიტანეთის ისტორიაში უკვე მეორე ქალი პრემიერის მოლოდინშია. კიდევ რა ხდებოდა მნიშვნელოვანი მსოფლიოში, გაიგეთ უცხოეთის ახალი ამბების ქრონიკიდან. ბაღდადში ტერაქტს 7 ადამიანი შეეწირა, 11 დაშავდა. საკონტროლო გამშვებ პუნქტთან თავი ტერორისტმა აიფეთქა. პასუხისმგებლობა არავის აუღია, მაგრამ აფეთქება დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს განცხადებას დაემთხვა, რომელმაც საკუთარი არმიის გააქტიურება დააანონსა. სირიელმა ამბოხებულებმა სოციალური ქსელებით ვიდეო მასალა გაავრცელეს. მათი მტკიცებით რუსული მოიერიშეები იორდანიის საზღვართან ახლოს დემილთა ბანაკს ბომბავენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ფორმირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნაში მარიანო რახოის ხელს სოციალისტები უშლიან. ისინი კონსერვატორების ხელმძღვანელობით მთავრობის ფორმირების წინააღმდეგნი არიან. რუმინეთის ცენტრალურ ნაწილში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. დაკავებულია ბავშვებით მოვაჭრე დანაშაულებრივი სინდიკატის რამდენიმე წევრი. გათავისუფლებულია 3 მოზარდი და 2 მცირეწლოვანი, რომელთაც გატაცების შემდეგ იძულებით ამუშავებდნენ. იტალიელი ნათლი მამა ბერნარდო პროვენზანო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სიცილიურ კოზანოსტრას 1993-დან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა. მას იცნობდა მეტსახელი ტრაქტორი. იაპონიაში სუფთა ოქროსგან ჩამოსხმული რაგბის ბურთი გასაყიდად პირველად გაიტანეს. მისი წონა 2 კილოგრამსა და 800 გრამს შეადგენს. ოქროს ბურთი 2015 წელს ლონდონის რაგბის მსოფლიო თასზე იაპონიის ნაკრების მიერ სამხრეთ აფრიკის დამარცხების ნიშნად ჩამოასხეს. Mercedes-Benz-ი იუბილარია. რეკლამის შემდეგ ამ თემით დაბრუნდებით. ეკნობუმში გრანდიოზული დასაჩუქრება გრძელდება. შეიძინე ნებისმიერი ტელევიზორი დიდი ფასტაკლებით და იმოგზაურე რომში, მილანში, ვენეციასა და ფლორენციაში. გახდი უამრავი ტექნიკის და სუპერ პრიზის ავტომობილის მფლობელი. იჩქარე, ეკნობუმში ყველა დასაჩუქრდება. რამე სისულელი არ იყიდო, კარგი? ბარათი თუ ნაღდი ფულით? ნაღდი ფულით.
გადაიხადეთ საქართველოს ბანკის ბარათებით და მოიგეთ 10, 30, 50,000 ლარი და 16,000 დამატებითი ფულადი პრიზი. არ გაუშვათ არც ერთი შანსი. ბარათით გადახდა საქართველოს ბანკის პოსტერმინალით მომგებიანია. მობილური ინტერნეტი მაგთის ხარისხით. ექსოდერილის უნიკალური წვეთები სწრაფად და ღრმად აღწევს ფრჩხილში. ზუსტად იქ, სადაც სოკო ბინადრობს და ანადგურებს მას. გამოყენებისას გაესანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. სანდოზი, შვეიცარიული მიდგომა ხარისხდა. ჩვენ ვკარგავდით ფერებს, ვიხდიდით მეტს. ჩვენ საყვარელ ადამიანებს აწუხებდათ ალერგია. ეს უნდა დასრულდეს. დღეიდან ჩვენ გამოვიყენებთ ავეს. ავე, ქალების საიმედო პარტნიორი. აქცია ექსპრეს ბანკისგან. გახსენით ექსპრეს ანაბარი. დააგროვეთ ელექტრონული ყულაბით თვეში მინიმუმ 10 ლარი. გადაიხადეთ პოსტერმინალით, ინტერნეტ ბანკით ან ექსპრეს ბანკის გადახდის აპარატით და ყოველი თვის ბოლოს მიიღეთ 500 ექსპრეს ბონუს ქულა საჩუქრად. ექსპრეს ბანკი. მარტივია. გახადეთ ჩვეულებრივი დღეები და უვიწყარი და შეაბიჯე ახალ ცნობიერებაში. იპოვეს საკუთარი თავი და შთაგონება. დაინახე რეალური მსოფლიო. ახლა არაწარმოსახვაში ის შენს წინაა. შენს ხელის გულზეა. ეს არის ტელევიზიის ძალა. ეს არის ტელევიზორი. Samsung-ი. ეკნობუმში გრანდიოზული დასაჩუქრება გრძელდება. შეიძინე კონდიციონერები დიდი ფასტაკლებით და იმოგზაურე რომში, მილანში, ვენეციასა და ფლორენციაში. გახდი უამრავი ტექნიკის და სუპერპრიზის ავტომობილის მფლობელი. იჩქარე, ეკნობუმში ყველა დასაჩუქრდება. მე მიყვარს ზაფხული და ჩემი თმა უკვე მზადაა გაუმკლავდეს მზეს და ზღვას, რადგან მე ვიყენებ პანტენს. პანტენის პროვი ფორმულა აძლიერებს ჩემს თმას და ჩემი თმა აბრეშუმივით რბილი და შესამჩნევად ჯანმრთელია. პანტენთან ერთად მზად ვარ ზაფხულით დავტკბე. ძლიერი თმა, პანტენის თმა. ტექნოლოგია სასარგებლო უნდა იყოს ადამიანისთვის. მაგალითად მობილური ინტერნეტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმოგზაუროთ, აღბეჭდოთ და შემდეგ გავაზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებები. მოგზაურთა ჯგუფს ვთხოვეთ მოეარათ და აღმოეჩინათ არაჩვეულებრივი საქართველო. ადგილები, რომლებიც ასე გვეამაყება და ადგილები, რომლებიც სამწუხაროდ დანაგვიანებულია. სწორედ ამიტომ ჯეოსელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ მობილურ აპლიკაციას მოვლა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყნის მოვლა და მისი ნარჩენებისგან გათავისუფლება. მოგზაურობისას უბრალოდ მონიშნით ის ადგილები, სადაც ნაგვის კონცენტრაციას აღმოაჩენთ და ატვირთეთ ფოტო აპლიკაციაში. ამით თქვენ დაეხმარებით მათ, ვისაც დასუფთავების სურვილი აქვს და თავადაც შეერთვებით ქვეყნის მოვლაში. ჯეოსელის მობილური ინტერნეტი, სასარგებლო ტექნოლოგია როგორც ადამიანებისთვის, ისე ბუნებისთვის. ჯეოსელი მობილური თაობისთვის. ნეტკრედიტში პირველი სესხი 500 ლარამდე უფასოა. არსებულ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ 1000 ლარამდე ლიმიტით. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. კვირის მთავარი თემები და სტუმრები, შეფასება, თვალსაზრისი, პოზიცია, ქრონიკის სტუდია, ღია სივრცე განსხვავებული მოსაზრებებისთვის. ყოველ შაბათს 8 საათზე ქრონიკის სტუდია. იმედზე. ეს არის ქრონიკა 8-ზე. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ Golden State-თან კონტრაქტი გააფორმა. ის ამ კლუბის ღირსებას 27 ნომრიანი მაისური დაიცავს. 32 წლის ქართველი სპორტსმენი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, რა დროსაც შეთავაზება NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდისგან მიიღო. ფაჩულია Golden State-ში Dallas Mavericks-იდან გადავიდა, სადაც განვლილ სეზონში 76 მატჩი წარმატებულად ჩაატარა.
17 ივლისს თბილისი მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრში 47 ქვეყნის 1000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მედლების მოპოვება საქართველოს სახელით 12 ათლეტი შეეცდება. ჩემპიონატს 130 ადგილობრივი და 20-მდე უცხოელი არბიტრი მოემსახურება. თბილისი 2016 ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაცაა, რადგან მძლეოსნობაში კონტინენტის ახალგაზრდული ჩემპიონატი ევროპის მასშტაბით პირველად ტარდება. სპორტული ღონისძიება ახალი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართება. სასიხარულოა, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი გუნდი ყავს 12 სპორტსმენი, აქედან მე ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ 3-4 медали მაინც უნდა აიღონ ჩვენმა სპორტსმენებმა. დარწმუნებული ვარო, როგორც ქართველი სპორტსმენებისთვის, ასევე სტუმრებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ამ სპორტულ ღონისძიებებში, ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი და მომახსოვრებელი ღონისძიება. This is your moment. თქვენ გეძლევათ შანსი კიდევ ერთხელ დაამტკიცოთ, რომ შეგიძლიათ ჩაატაროთ ასეთი მასშტაბის სპორტული ღონისძიებები. ეს ისტორიული მოვლენაა. საქართველოში ახალგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში პირველად ტარდება. კმაყოფილი ვარ საორგანიზაციო კუთხით. ასეთი ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის. ისინი საკმაოდ დიდ გამოცდილებას მიიღებენ. სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს სპეციალური ფასდაკლების სისტემის ამუშავებას სპორტული ფედერაციებისთვის. აღნიშნული ხელშეკრულება 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს მემორანდუმს ხელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს. ეს შეღავათი ბუნებრივია, რომელსაც ფედერაციები უშუალოდ მიიღებენ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, მოხმარდება ქართული სპორტის განვითარებას და უმნიშვნელოვანესია ესეთი პროექტები სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების თანამშრომლობის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით და კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განხორციელებთ ბიზნესთან ერთად. მოხარულები ვართ, ნამდვილად კარგი ფაქტი გაკეთდა ამ მემორანდუმით, რომ თქვათ მიდიოდა თქვათ 5 კაცი შეიძლება 10-იც წავიდეს ახლა და უფრო მეტი თქვათ წარმატება გქონდეს ჩვენ სოფლიოში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით კათოლიკოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა. მოცვის შემდეგ ილია მეორემ ბრელს ქადაგებით მიმართა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა მოციქულები იყვნენ ღვთისაგან მოწოდებული და სერია სახარებაში, რომ უფალმა მისცა მათ მადლი უძლურთა კურნებისა. ასევე გვაძლევს ჩვენ მადლსა, მაგრამ ჩვენ უნდა შევიტკბოთ, ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ის მადლი არის ძალა ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნახულებათა მოსებელი. პეტრე პავლობის დღესასწაულის მეორე დღეს აღინიშნება 12 მოციქულის ხსენების დღე. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელობისაა. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღასრულებს საზეიმო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. დღეს უძლიერესი დღეა. პეტრე და პავლეს უთხრა უფალმა ყდესაზე დავაშენებ ეკლესიას. ჭენი ჯოჯოხეთისანები ეწეოდეს მას. 12 მოციქულის დღეა, შეგვეწიოს დაგვიფაროს უფალთან გვაყოფოს. Mercedes-Benz იუბილარია. მსოფლიო ბრენდის დაბადების დღეს პარიზის გრან პალემ უმასპინძლა. ერთდღიან ექსპოზიციაზე ავტოწარმოების გიგანტმა დამთვალიერებლისთვის 80-მდე მოდელი გამოფინა, მათ შორის იყო როგორც უძველესი, ისე უახლესი ავტომობილები. გარდა ამისა, პრეზენტაციაზე სტუმრებს გაახსენეს ბრენდის ისტორია და გაანდეს სამომავლო გეგმებით. ხათუნა გაბიევი Mercedes-Benz-ის 130 წლიანი ისტორიით. ვინტაჟურიდან ფუტურისტულ მოდელებამდე პარიზის გრან პალემ საკულტო გერმანულ მანქანამწარმოებელ კომპანიას უმასპინძლა. Mercedes-Benz 130 წლის გახდა.
ერთდღიან გამოფენაზე, რომლის სახელწოდებაც ლებელეტუალს ფრანგულიდან ითარგმნება როგორც ულამაზესი ვარსკვლავები, დამთვალიერებელმა 80-მდე განსხვავებული მოდელი იხილა. სტუმრებს 9 თემით მერსედესის ისტორიაც გააცნეს 1886 წლიდან დღემდე. ჩვენ გათვლას მომავალ 130 წელიწადზე ვაკეთებთ. ჩემს უკან კონცეპტუალურ მანქანებს ხედავთ. მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ახალ, ეგრეთ წოდებულ Z-თაობას გავაცნოთ ის, თუ რა გვიკეთებია და ვაჩვენოთ უახლესი მოდელიც. კონცეპტუალური მანქანა ტოკიოში გასული წლის ბოლოს წარვადგინეთ. Mercedes-Benz-ი გერმანიაში იშვა, თავიდან სამბორბლიანი ველოსიპედის სახით, რომელიც კარლ ბენცმა და გოტლიბ დაიმლერმა ნამდვილ ოცნების მანქანებად აქციეს. Mercedes-Benz-მა დღემდე მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის გული საიმედოდ მოიგო. ბოლოს კი ამინდის პროგნოზის დროა. ასეთ იყო 13 ივლისის მოვლენათა ქრონიკა. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. სერიალის სპონსორია ლინექსი, კომპანია სანდოზის მედიკამენტი. სანდოზი შვეიცარიული მიდგომა ხარისხთან. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდით მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. სერიალის სპონსორია კეტჩუპი სლობოდა. კეტჩუპი ოცა გჭირდება, ის რაც გჭირდება.